მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით და განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ჩემი არხის გამომწერებს მოკითხვა და სალამი. ძალიან მომენატრეთ, გულწრფელად გეტყვით, რომ უბრალოდ საუბარიც კი მენატრება თქვენთან, არა თუ თქვათ მოვიდე და ტარო გავშალო, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა შესაძლებლობა და ახლა ის წუთები, რაც საკუთარ ცხოვრებას და ყოველდღიურობას მოვპარე, მინდა რომ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო და რაღაცა მრავლის მომცველი კითხვებით შემოვიფარგლოთ, ისე რომ ვისაც რა გაინტერესებთ, მეტნაკლებად პასუხები მიიღოთ. ამიტომ ორ ვარიანტზე გავაკეთებ, პირადს, ფინანსებს და სამსახურს და ვნახოთ რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. უცებ ვნახოთ, ვინ ბრძანდებით, ვინ ხართ, ვინც მე მიყურებთ. სიგნიფიკაცია რა ხდება? როგორ გეჩქარებათ, თან ცოტა იმედგაცრუებული ხართ, ცოტა გულნატკენი ხართ. კაი. ვისთვის არის გაშლა ვნახოთ? არკანი ძალა არც მეტი არც ნაკლები, ძალიან დიპლომატი, ძალიან გაწონასწორებული, ძალიან გონიერი, ლოგიკური აზროვნების მქონე, ძალიან კარგად შერწყმული ემოციური და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური, ემოციური ინტელექტს არ გულისხმობ, ხო? მიმიხვდით, ემოციური, თუნდაც ემოციური ინტელექტი და ამავდროულად შინაგანი ხასიათი, ხო, ერთმანეთთან ძალიან კარგად შერწყმული. ადამიანი, რომელიც ნებისმიერი ტიპის და კატეგორიის ხალხთან გამოძებნით საერთოს, ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ რაპორტს და საუბრის დალაგებას, ასე ვთქვათ, და ადამიანი, რომელიც, არ ვიცი, პირდაპირ მნიშვნელობით ჯადოქრის ჯოხს ატარებთ, როცა საქმე ეხება კონკრეტულ მიზანს, ხო? ისეთი ძალიან თავდაჯერებული, ძალიან გაწონასწორებული და ძალიან მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანები მიყურებთ ახლა და კარგით ვნახოთ თქვენს უახლოეს პერიოდში, თქვენს პირადში, თქვენს სამსახურში და თქვენს, ასე ვთქვათ, ფინანსებში რა მოლოდინები შეიძლება იყოს და ვნახოთ პირადში. თუ რაიმე ტიპის ურთიერთობა გაქვთ ახლა, ის აუცილებლად სხვა ეტაპზე გადავა და ძალიან სერიოზულ და კარგად დასაყრდენ მდგომარეობას მიიღებს. თუ ფლირტია, უფრო სხვა საფეხურზე გადაინაცვლებთ, თუ ვთქვათ, რაღაცა შეყვარებულების პოზიციაში ხართ, შესაძლოა ქორწინებაც ვიხილოთ, ბავშვი არ გამოვრიცხავ, მზის არკანი ხშირად ამასაც გვიჩვენებს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ სიტუაციაში, რაც არ უნდა იყოს, გამარჯვება, ბედნიერება და სიხარული თქვენს მხარეზეა ნამდვილად. რაც შეეხება სამსახურს. რატო თქვი, რაც შეეხება სამსახურს, რაღაცნაირად თითქოს უკვე განწყობა მქონდა, ხო? სამსახურში რაღაც ძალიან უკვე გაუსაძლისია, ძალიან არეულია, დარეულია, ან შეიძლება საერთოდაც არ გაქვთ. და ხო, შესაძლოა იცით როგორი მომენტი გაქვთ, რომ რაღაცას არ აფასებენ თქვენსას, უკვე დავიღალე, წამოსვლა მინდა, ცვლილება მინდა, აღარ შემილი, აქ ვერ გავჩერდები. ამ ეტაპზე ხართ ახლა და შეიძლება კიდე რაღაც ეტაპი ასე გაგრძელდეს, მაგრამ იმპერატრიცა, მაღალი არკანი, შემოდის გამარჯვება, შემოდის სტაბილურობა, შემოდის ხვავი, შემოდის პარაკა, არჩება დაგაწინაო, რომ კიდევ სხვა ადგილზე გადაგიყვანონ და კიდევ ორიანი თასები, ძალიან ემოციურ ბალანსში გადახვიდეთ და დააწყნარდეთ, დამშვიდდეთ და ასე ვთქვათ, დალაგდეთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში აქ თასების მეფე ყავს, სისავსე ნამდვილად არის წინსვლა, ნამდვილად არის საკმაოდ ისეთი კარგი შემოსავალი, თუმცა სავარაუდოდ ძალიან გიყვართ გაცემაც და აქ მაინც თასების მეფეა და ცოტა იცით როგორ მაინც სწორად ხარჯეთ ის შემოსავალი, ხო? ძალიან კარგია რომ ეს ამხელანიშნული შეიძლება იყოს, რომ ვთქვათ ემოციური სიმშვიდის საშუალებასაც გაძლევდეთ ეს ფინანსები რაც შემოდის, მაგრამ ესე ხელაღებით თლად დახარჯავთ ამისი თქმა მინდა. მადლობა პირველ ვარიანტს, შემოკარგო ადამიანებო და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, აბა. ვისთვის არის გაშლა? ვინ მელოდებოდა? ვისთვის არის გაშლა?
კვერთხების ტუზი. ესე იგი, მოკლედ, ნებისმიერ სიტუაციაში მზად ხართ, ყველაზე დაბურულ ტყეში შეხვიდეთ და იქ ფანარი აანთოთ, ხო? არ ვიცი, ყველაზე რთულად გასავლელ ლაბირინთში შეიჭრათ და მეორე ნაპირზე ძალიან ისეთი ღიმილიანი ამაყის სახით გახვიდეთ. თქვენთვის პრაქტიკულად აი როგორ გითხრათ დაუპყრობელი არაფერი არ არსებობს. მე მინდა, ესე იგი მაქვს, აი ამ ტიპის ადამიანები ხართ, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ფიზიკურადაც ძალიან მიმზიდველები, ზოგადად ისეთი ქარიზმატული და გამარჯვებაზე ორიენტირებული ხალხი მიყურებთ და ნუ ახლა რა ვიცი, ამ ადამიანებს მგონია რომ ყველაფერი გვინდა, არ გვინდა, შემოფრინდა კიდე. მე მელოდიას ჩავთვალე და მე აქ ისეც რომ შემოფრინდება ხოლმე, არ ვიცი, რაღაცა ნებისმიერი რეკლამა რომ არა უშავს. ხო, აი ხა, ესე შეფრინდებით რაღაცა სიტუაციაში და შეიძლება მთლიანი კონტექსტი დაარღვიოთ სიტუაციის, ხო? მაგრამ კარგად დაარღვევთ. მოულოდნელად დაარღვევთ. ნახოთ პირადში, სამსახურზე 2 არკანი ამომყარა ტომღაც და ფინანსებიც ვნახოთ, აბა რა ხდება. პირადში არჩევანი გაქვთ. პირადში გექნებათ, იცით როგორი მომენტი, რომ ყველაფერი ჩემს ხელშია. მე მინდა ასე ვმართავ, მე მინდა ისე ვმართავ, მინდა იქით მივატრიალებ, მოკლედ მინდა აქეთ უზამ ყურს ქოთანს, მინდა იქეთ უზამ, ყველაფერი ჩემს ხელშია. მე ვწყვეტ ჩემს ბედს და ასე ვთქვათ, ნებისმიერ სიტუაციაში ჩემი სამართავია ესა თუ ის მდგომარეობა. და ვნახოთ ახლა მაინც აბა რა შეიძლება იყოს პირადში. ეტლის არკანი, თა როგორი ეტლის არკანია, ნახეთ. აქაც რა საინტერესოა. აი, ხომ 7 არკანია ეტლი, იცით, თქვენ სხვადასხვას განსხვავებული ყავს. ძალიან მშვიდად მოდის ეს გოგო დაწნარებული და მშვიდებული, მაგრამ აქ ხო არის ორიანი. აქაც უყურეთ როგორია ეტლის არკანი. აქეთ აგზა და იქეთ აგზა, ხო, თეთრი გზა და შავი გზა. რაღაც არჩევანის წინაშე დადგები აუცილებლად. გარკვეული როგორ გითხრათ დისონანსი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ორივე მხარე გაინტერესებთ, მაგრამ ზუსტად იცით რომ ორივე ვერ იქნება და აი არჩევანზე ძალიან ისე ჭოჭმანობთ. იცით როგორი მომენტი გააქვთ თასების ტუსი და კიდე სიაკასკებია. მაშინ მე გეტყვით რომ თქვენ აირჩევთ ახალს. ანუ რაც ძველი იყო ის და ჩაბარდება წარსულს და თქვენ აირჩევთ ახალს, რომელიც ამ წყობის მიხედვით ნამდვილად უფრო მეტ ემოციას გაძლევთ. უფრო მეტ ასე ვთქვათ აი როგორ გითხრათ ძალას გმატებთ, ხო, იმისთვის რომ რაღაცა თქვენს პირადში ცეცხლოვანი და სასიხარულო იყოს, მოდი აი ასე გეტყოდით. აქ რა ხდება, ვნახოთ აბა ფინანსებში, რა ხდება ფინანსებში. ფინანსებში არ სამსახურში უკაცრავად, ძალა, არკანი და სამყარო. 2 მაღალი არკანი მეგობრებო. არ ვიცი, თუ სადმე კარგად გილას წახვალთ, მეც გამაყოლეთ, დამიძახეთ. და ამერწმუნეთ კარგი თანამშრომელი ვიქნები ნამდვილად. ეს ისე ლირიული გადახვევა ხუმრობით, რაღაც ახალი ციკლი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ახალი კარი იღება, სადაც თქვენ აბსოლუტურად სხვანაირად დაგინახავენ, სხვანაირად დაგაფასებენ, მოხდება თქვენი ინტელექტუალური და თქვენი გონებრივი ძალის დემონსტრირება და ასე ვთქვათ, აი არ ვიცი, სამყარო და ძალა ერთად, აღარც უნდა ვიკითხო და გავაგრძელო არაფერი, ისეთი მაგარი არკანებია, ხო, პრაქტიკულად არ ვიცი, თქვენს გარშემო იტრიალებს დედამიწა, ხო, რაც ვერ წარმოგიდგენთ, აი შეიძლება ისეთ პოზიციასა და ისეთ ადგილზე აღმოჩნდეთ.
ფინანსებში იეროფანტის არკანია, ну, ფარველობა გაქვთ, როგორი მომენტი გაქვთ, იცით, მაინც მიყევით, ასე ვთქვათ, აი, სტრუქტურირებულად ხარჯეთ, ხო, ეს ფინანსები რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ესეც მაღალი არკანია, ესეც, ასე ვთქვათ, რაღაც სულიერ სიტუაციასთან დაკავშირებულია, არ გამოვრიცხავრო ფინანსების სხვა კუთხიდანაც შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და რამდენიმე არხი გქონდეთ ფინანსური შემოსავლის და კიდევ ერთი არკანით რომ ვნახოთ, ეს რა გადმოფრინდა. პენტაკლების დედოფალი და ხუთიანი თასები. ნახეთ როგორი მომენტია, თქვენ შეიძლება რაღაც პერიოდი ემოციური გადაღლილობა გჭირდეთ, ოღონდ ფინანსებთან ეს არაბნაირი კავშირში არ არის. უფრო სწორედ, ნახეთ. თქვენი ფინანსები მოდი ასე გეტყოდით, რომ პირდაპირ არის კავშირში თქვენს განწყობებთან, თქვენს ემოციებთან და თქვენს პირად ცხოვრებასთან. პირადი ცხოვრება როგორც კი ლაგდება ფინანსები და უფრო როგორ გითხრათ, აი გონივრულად ხარჯავთ, თორე ის კი არა რომ ხა ფინანსები ელვისის სტრაფით იცვლება დღეს თუ ასე ვარ და ხვალ თუ არა. ფინანსები მოდის, მაგრამ თქვენ მართავთ და ასე ვთქვათ, მე ამ ფინანსებს სწორი, კაი ზუსტად მზე, სწორი მიმართულება ხო ჭირდება, ორი მაღალი არკანი შემოკარგო ადამიანებო, გამარჯვება, წინსვლა, რა ვიცი, ხვავი, ბარაქა, ისეთი არკანები ამოვიდა, რომ თქვენ საკუთარ თავს უნდა დანატროდეთ. ოღონდ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით მართლა უნდა დანატროდეთ. არ ვიცი, რაც წავიკითხე, რაც დავინახე, რაც გადმოვეცი, ამისი თუნდაც მენდეთ 60% რომ რეზონირდეს, აი რომ იტყვიან თქვენს პეც ძაღლი არ დაყებსო, ხო? ზუსტად აი ასე იქნება. მოკლედ, უღრმესი მადლობა თვითონ თქვენთაგანს. კიდევ ერთხელ ნდობისა და ერთგულებისთვის, კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მადლიერებით და ამჯერად დაგემშვიდობებით. ნახვამდის.